სიზმრად ზეციურ საქართველოს ვეწვიე სტუმრად. ენით ვერ აღწერ, ვერ გადმოგცემთ იქ ნანახს სიტყვით. მაღლა პოეტებს გაემართათ დიდი შეკრება და მიმართავდნენ რიგრიგობით ერთმანეთს კითხვით. პირველად შოთა რუსთაველი წამოდგა ფეხზე. ყველას წინედო და ფურცლავდნენ ვეფხის ტყაოსანს. გაოცებული დასქეროდნენ მასში აღწერილ და ბევრისათვის შეუცნობელ გრძნობას საოცარს. ვერ ვიმბედავდა რომ ეკითხათ იმისთვის რამე. ბოლოს ილიამ დაარღვია გრძელი დუმილი, კრძალვით წამოდგა და შეჰპედა შოთა რუსთაველს. გთხოვთ მიპასუხოთ, მართალია ეს თუ ტყუილი. თქვენზე ამბობენ რომ ეტრფოდით ქართველთა მეფეს. და ეს პოემა მიუძღვენით თქვენ მის სიყვარულს. ლექსით ებრძოდით უპასუხო გრძნობას საოცარს და უმისობით გამოწვეულ დარცდა სინანულს. ნაზმა ღიმილმა გადურბინა შოთას სახეზე. ცოტა დაბნეულს შეეფარკლა სახე, ლოყები და უსიტყოდაც კარგად ჩანდა რა წრფელიც იყო, თამარისადმი გაჩენილი მისი გრძნობები. ეს სიმართლეა, აღარ აქვს დამალვას აზრი. მეფედ მეფესთვის ვერ შევბედე რომ მეთქვა ქვეყნად და გადავწყვიტე დამეწერა დიდი პოემა რომ ლექსში მაინც ყოფილიყავ მე მასთან ერთად. ირგვლივ მყოფთ ყველას ცრემლის წვეთი მოადგა თვალზე. გალაქტიონი იქვე ღვინით ავსებდა თასებს და მიაწოდეს მოლივლივე ვაზის ნაჟური რომ სიყვარული დაელოცა ტერენტი გრანელს. ყველამ დალოცა სიყვარული, დაცალა თასი. ვაჟას წიფელთან ამღერებდა აკაკი ჩონგურს. ასათიანი ლადო იქვე ლექსად ყვებოდა, როგორ ეკვეთნენ ბასიანში ქართველნი მომხდურს. იქვე იაკობ გოგებაშვილს მოუკარი თვალი. ხელში ეჭირა ქართველების პირველი წიგნი. ნაზად ფურცლავდა და ანბანის ბოლო ასოებს ხელის ლამაზი მოძრაობით ქარგავდა შიგნი. ამ ყოველივეს ტახტრევნიდან უცხერდა ღმერთი. პოეტთა სუფრას ანათებდა მადლის ნათელი. ანგელოზები ტრიალებდნენ სუფრის გარშემო, ირგვლივ ელავდა ათასობით წმინდა სანთელი. ღმერთის სიხარულს ვერ მალავდა მათი შემყურე. თითქოს ამბობდა ერთმანეთზე კარგები ხართო და რომ ასეთი გულმხურვალე გენიოსები მხოლოდ ღვთისმშობლის წილხვედრ მხარეს ჩნდებითო მარტო. გამომეღვიძა, გამალებით ფეთქავდა გული. ჯერ კიდევ ღამე ედგა სარკმელს ჩუმი, დუმარი. მე მიხაროდა რომ უფალმა გამხადა ღირსი, თუნდაც სიზმარში ყოფილიყავ მათი სტუმარი.